ყვავზე ისტორიას მოგიყვებით. არ გინდათ? ეს ყვავის კომპოზიცია გავაკეთე ძალიან დიდი შტაბეჭდილებით, ესე იგი სტუმრად ვიყავი ერთ მეგობრებთან და მომიყვნენ, რომ ეს შავი ყვავები იმ ქვეყანას დადიან. ამბავი მიაქვთ ჩვენ წინაპრებთან. ხოდა მეც ავდექი და ეს კომპოზიცია დამებადა, როცა იქეთ იყურებიან რა, სულიერ სამყაროში, იქით სულიერ სამყაროში ანგელოზები და ეს როგორც პოსტალიონი, მაგალითად დგას წინა ხედზე და ამბობს რაღაცას. ძღვნილი არის ჩვენი სახელგანთქმული რეჟისორის დანიელიას ფილმს. კინძაძა აქვს ამნაირი კინო, მე ვთვლი რომ კინემატოგრაფიის შედევრი არის ეს და ძალიან ამოტივირებული ვიყავი ამნაირი კომპოზიციით და გავაკეთე. ეს რაღაცა ის თანამედროვე გიჟი არის მუსიკის გიჟი. ეს ნამუშევარი არის სიყვარულის სალდატები. ჩვენი სიყვარულის სალდატები, მსოფლიოს რომ ყავდეს ამნაირი სალდატები, რომლებიც იცავენ მსოფლიოს და სიყვარულს, მაშინ ეს მსოფლიოში არ მოხდებოდა ეს და ეს ქალი, რომელიც სისუფთავი არის და ჩვენ დედამიწაზე მიწაზე მწვანე ფერის სიმბოლო ავიღე, რომ უმაგისო ჩვენ არ შეგვიძლია. აი, პორტრეტი კახი კავსაზის. ძალიან ბევრი მყიდველი ყავდა ამ ნამუშევარს, მაგრამ ვერ დავემშვიდობე. მე შეყვარება ვიცი ხოლმე ნამუშევარზე და ვერ დავემშვიდობე. არის იმნაირი ადგილი სიგულდა. ხო და იქ არის ყოველ წელიწადს სხვადასხვანაირი შემოდგომა. ეს ნამუშევარი სხვათა შორის გავაკეთე ალბათ 1-3 საათში. ვიყავი პლენერზე, ამხელა დიდი ტილოთი და პირდაპირ ასე გავაკეთე. სვანეთი არის რაღაც რომანტიკული სვანეთი. განძეული არის საქართველოს განძეული. ურჯულო შემოგვესიაო. აგერ ქვევით რაღაცები. ვის რა უნდა ღმერთმა იცის, მაგრამ წმინდა გიორგის ცხენი შემოვა და გაგვათავისუფლებს თავის გიორგიები. ვცდილობ რომ ზეიმი იყოს ყოველივე ნამუშევარში, მაქსიმალურად იყოს ზეიმი, იყოს კარგი განწყობა, დადებითი ემოციები. მიზღვნილი არის ებრაელების ახალი წელს, ამნაირი ზეიმით, ყავდა ბევრი მეგობარი კი არა, ოჯახები, რომლებიც სადაც სტუმრად დავდიოდი და ახალგაზრდობაში ძალიან ბევრი პატივი უცია ჩემთვის და ამიტომ მეც რაღაც ნამუშევრები მაქვს გაკეთებული, მიძღვნილი ჩემ მეგობრებს. ეს მქონდა მესავს ტრაქციები, ზოგი უკვე ბევრი აღარა მაქვს. ეს სერია როგორც სტალკერი, როგორც გამცირლებელი, როგორც მხატვარი, რომელიც ცოტა სულ სხვა განზომილებაში მოყავს.